მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სურს გესაუბროთ და ჩემი აზრი გაგიზიაროთ 9 მაისთან დაკავშირებით. 9 მაისი რო უნდა იყოს გამარჯვების აღსანიშნავი დღის თარიღი, მაგაში მე როგორც ვიცი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თანხდება და არა 8 მაისს. 8 მაისთან დაკავშირებით ცოტა ქვემოთ გეტყვით. დავიწყებ ყველაფერს ჩემი პირადი ემოციებით. ანუ რა არის ჩემთვის 9 მაისი და რატო არის მნიშვნელოვანი. მე ვარ 57 წლის. ჩემ მეგობრებს, ჩემი თაობის მეგობრებს, მეორე მსოფლიო ომში მათი ოჯახებიდან როგორც წესი იყვნენ ბაბუები. ნაწილობრივ ბებიებიც, ვინც მეტდა იყო და კიდე სხვა მრავალი საქმიანობით იყო დაკავებული მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ჩემ შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო მამა. მამასთან დიდი სხვაობა ჰქონდა ჩვენ 42 წელი. ნაბოლარა ვარ ასე ვთქვათ და შესაბამისად 1925-იანი იყო და ზუსტად ბოლო წელიწადნახევარი იყო მეორე მსოფლიო ომში. ჩვენთვის სამამულო ომში. და ძირითადად პირველი წყარო ყავდა სახლში. ვისგანაც ვიღებდი სხვადასხვა ინფორმაციას, რა მაინტერესებდა ამ ომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს უამრავი საინტერესო ფილმი გადაიღო, უამრავი საინტერესო დოკუმენტური მასალა იყო და რაც სიმართლე იყო. ანუ ეს ყალ პროპაგანდასთან კავშირი არ ჰქონდა. და იყო ასეთი მომენტი, როცა მე რო ჯარიდან დაბრუნდი, ასე იგი 9 აპრილი იყო ახალი მომხდარი, მე 17 აპრილში ჩამოვედი თბილისში და იმ დღეს როდიონოვის განკარგულებით, ის ვინც არ იცის და ვისაც არ ახსოვს, ვინც ახალგაზრდა იყო, ეს იყო თბილისის კომენდანტი იმ დროისთვის. და მოკლედ ქრონომეტრაჟი რო ძალიან არ გამეწელოს ვიდეო. და ზუსტად ამ დღეს მოიხსნა კომენდანტის საათი. და იმ დღიდან ჩემს იდეაში იყო ის, რომ საქართველოს უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და უნდა ყოფილიყო გაეროს სრულ უფლებიანი წევრი, უნდა დაცული ყოფილიყავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაშინ ევროკავშირი ეგეთი მცნება საერთოდ არ იყო, ამერიკა იყო ერთადერთი ამოსავალი წერტილი და მოკლედ ამის იმედად გავატარეთ, როგორც მე აღმოჩნდა ჩემ და სამწუხაროდ 33 წელი და აბსოლუტურად ფუჭად. ეხლა უშუალოდ ყველაფერი ჩემი ემოციით იწყება, როგორც თქვი, შემდეგ უფრო ფაქტოლოგიურ რაღაც ამონარიდებსაც გეტყვით, რაზეც ავაკებ ჩემ საუბარს კიდე. მეორე ნაწილი დავარქვათ ასე. აი სწორედ ამ მიტინგებზე, როცა მე ხშირად დავდიოდი, 9 აპრილის მერე უამრავი საპროტესტო მიტინგი იყო, ჯერ პირველი დამოუკიდებელი ხელისუფლება არ იყო მოსული და უცნაური რაღაცეები მესმოდა ამ მიტინგზე. სხვათა შორის იმის მერეც, როცა უკვე გამსახურდია პრეზიდენტი იყო, გამსახურდის მოწინააღმდეგე აქციებზეც ნამყოფი ვარ. და როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. და ამას ხაზი იმიტომ გაუსვი, რომ ეს აზრი ორივე მხარეს იყო და ეხლა გეტყვით რა აზრი იყო. ასეთი აზრი მუსირებდა, არა რა თქმა უნდა მასიური ხასიათი არ ქონდა კიდევ კარგი, იყო ხალხთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამბობდა, ფიქრობდა და ამას ხმამაღლა ამბობდა, არ ერიდებოდა, რომ ნეტავი საბჭოთა კავშირს წაეგო და საქართველო იქნებოდა ბევრად დაფასებული, ბევრად აღორძინებული და ესე იგი ერთგვარი ქილიკის სახით ამბობდნენ, რომ გერმანულ ლუდს მაინც დავლედით
ნაღდსო, ნატურალურსო, ნუ 90-იანების დასაწყისში გერმანული ლუდი იშვიათობა იყო და ნუ ზოგიერთათვის ეს იყო კეთილდღეობის გამსაზღვრელი იყო. და მოკლედ ერთ დღეს მსგავსი მიტინგიდან მოსული სახლში მამა უყურებს ტელევიზორს და ისე ჩამოუჯიქი და აი ესე მეთქი რა, მსგავსი რაღაცა გავიგეთქო და ესე ამომხედა სავარძლაში იყო მე სკამით მოუჯიქე ცოტა მაღლა ვიყავდი ესე ამომხედა და რო გითხრათ რა ცრემლიანი თვალები არ ქონდა მაგრამ ნუ რაღაც აემღვრა ემოციები დაიტვირთა გაკვირვებაც რომ ანუ ცით როგორი გამოხატულება ქონდა რომ აი მოვედით რა უკვე ამ სიგიჟესაც ამბობენ და მე ნუ ეს ერთი დღის ამბავი არ იყო პერიოდულად აი მარეულ პერიოდში მიყვებოდა ფრაგმენტულად რა ხდებოდა როგორ ხდებოდა რატო იყო გამარჯვება ჩვენთვის აუცილებელი რომ ვინ იყო სწავლენი კი ვიცოდი ვინ იყო მაგრამ ახლა დატვირთვა ქონდა ახლა მნიშვნელობა ქონდა დაზვერვის სამსახურს თავის კონტრდაზვერვასთან ერთად ანუ პერიაზე ამბობდა იმასაც მეუბნებოდა რომ გადამწყვეტ მომენტში უკვე ფაქტობრივად გამარჯვების სამხედრო ოპერაციას ბაგრატიონის სახელი ეწოდა რომ არაერთი ქართველი გენერალი და მაღალი ოფიცერი მონაწილეობდა რომელიც გმირები იყვნენ რომელიც ისტორიაშია ჩაწერილი და ნუ ბოლოს დამთავრდა იმით რომ დროშა ქართველმა კანთარიამ მართალია ეგოროთან ერთად მაგრამ ჩვენი თანამომავალი იყო ვინც ეს დროშა აღმართა რაიხსტაგზე ნუ ეს ზედაპირულად ყვები ახლა ყველაფერს ხო არ მოყვები იმიტომ რომ ვიდეოისაც დიდი გამოდის ჩაიყავა მოამზადეთ ხო და აი ესეთი უცნაური განმარტებები იყო მაშინ რომ ჯობდა წაგვეგო და უცნაური ის არის რომ მსგავსი დამოკიდებულება ეხლა მე თბილისში არ ვარ ვინც მეყურებთ იცით რომ დიდი ხანია უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ და ჩემი მეგობრები ჩემი დავამბობ რომ ეხლაც არიან რომ მსგავსი თავქარიანებიო და რა გასაკვირია ხა ვინც ამას ამბობდა 90-იანების დასაწყისში ის ჩემზე 10-15 ზოგი 20 წლით უფროსი იყო და ნუ მათი შვილები რომლებიც ამბობენ რომ 8 მაისი უნდა იყოს გამარჯვება და არა 9 მაისი 9 მაისი არის საბჭოთა გამარჯვება და არანაირი 8 მაისი და ნუ საბჭოთა გამარჯვება რო იყო და ჩვენებმა რომ მოიგეს იმიტომ რომ მე ამას თამამად ვამბობ ჭყალები ახლა ყველა გავაკეთე ანუ ჩვენებმა მოიგეს და მართლა ჩვენები იყვნენ იმიტომაც მოიგეს რომ 27 მილიონამდე არის დაუყოლი საბჭოთა კავშირიდან და ლომის წილი პროცენტულად ბუნებრივია 300,000-მდე მე მგონი ქართველი მეომარია დაუყოლი რadzემო ჩამოთვალე ვის რა წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში ნუ ისიც უკვე საკმარისია რომ თქვა რომ ეს ჩვენი გამარჯვების დღე არის და რაოდენ გულდასაწყვეტი არის ახლა ჩემთვის და ამავდროულად გასაკვირი როცა ამერიკის ხელისუფლება მაგალითად დონალდ ტრამპი ამბობს იმას რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რო ყოფილიყო გამარჯვება არ იქნებოდა რომ ამერიკელებმა მოიგეს ეს სოფლიო ომი რა თქმა უნდა რომ საბჭოთა კავშირს არ უკარგავს მონაწილეობისა გაწეულ ჯაფას და ღვაწლს კიდე კარგი რომ ამას მაინც ამბობს მაგრამ ნუ ზერთაჩი ნუ ჩვენ რა ყოფილიყავით არც არაფერი არ მოხდებოდა სიმართლე ის არის რომ ამერიკელებმა მართლა გაიმარჯვეს და გაიმარჯვეს იმიტომ რომ ვინც კი გამარჯვებული გამოვიდა როგორც დანაკარგების რიცხვით ასევე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სარგებლის მიხედვით ეს მართლა ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ მაგალითს გეტყვით უკვე საბჭოთა კავშირის ჯარები უკვე გაწეული იყვნენ
დასავლეთისკენ. არანაირ აუცილებლობას აღარ მოითხოვდა. მაგალითად გეუბნები დრეზდენის დაბომბვა და გაასწორეს მიწასთან. ინგლისურმა და ამერიკულმა ავიაციამ. და ასეთი მრავალი ქალაქი. ფაქტობრივად დაცლილი მარტო მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ქოქვაზე არ დატოვეს. და ამერიკა გაირკვა რატომაც, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, საბჭოთა კავშირს დააკისრეს ლენდ-ლიზი. ლენდ-ლიზი, რომელიც გასტუმრებული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალთა მემკვიდრე 2006 წელს. თავიდანვე შეადგინდა $800 მილიონ. ეხლა წარმოიდგინეთ რა დროზეა ეს ლაპარაკი, ეხლა ალბათ იქნება 8 ტრილიონი ის. მოცულობით რომ პროპორცია რო გადმოვიტანოთ პროპორციულად. და $675 მილიონი გასტუმრებული იქნა 2006 წელს ეს ლენდ-ლიზი დაიხურა. წარმოიდგინეთ. ეს რაც ამერიკელები ამბობენ რომ ჩვენ ვიომეთ და მთელ მსოფლიოს დავეხმარეთ და რამის უსასყიდლოდ მივეცეთ ტყვია წამალი, კონსერვები, სტუდბეკერის სატვირთო მანქანები, ვილისები, ანუ ეხლა ჩვენ ჯიპს ვეძახით. ჯიპის კლასის ვილისები და ასე შემდეგ. და მართლაც იყო. მაგრამ ერთი წელი გაიწელებოდა, მოდი ასე ვთქვათ, 2 წელი. გადატეხილი იყო უკვე და მაინც საბჭოთა კავშირი გაიმარჯვებდა. მაგრამ სარგებელი ნახეს, ლენდ-ლიზი დააკისრეს საბჭოთა კავშირს, გითხარით მოცულობა და მე მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა თუ არა, წელიწადნახევარში მარშალის გეგმა მოქმედებს და დაიწყეს დასავლეთ ევროპის აღორძინება და კერძოდ გერმანიის, იმ გერმანიის, რომელიც დაანგრიეს და არანაირი აუცილებლობა არ იყო, იმიტომ რომ საბჭოთა არმიას უკვე გავლილი ჰქონდა ეს ტერიტორია და არანაირი აუცილებლობა არ იყო. კიდევ ერთხელ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ანუ ეს ერთგვარი რევიზია. კი არა, ვადანაშაულებ მე ხა პირადად რომ ეს რატომ მოიქცეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი სისასტიკე ხდებოდა და იმის გამკითხველი არც არავინ არ არის ხა. არც დროა და არც იმის მომენტი და არც სიტუაციურად და არც ეპოქალურად. აქ უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, რომ რამდენ სურს განსაკუთრებით კოლექტიურ დასავლეთს, რომ 9 მაისი გააბაიბულონ. იმიტომ რომ აი ხალხის შვილები და შვილიშვილები ხო დადიან საქართველოში. აქ რაც ხდება და ევროპაში, აი ამათ თავის თავს თვითონ მიხედა. აი ვინც ამბობდა, რომ ნეტავი წაგვეგო გერმანულ ლუდს მაინც დავლევდით. როგორ ფიქრობთ ახლა ამნაირი ხალხის შვილები და შვილიშვილები გაჭკუაზე არიან ახლა. აშკარად ჩემგან განსხვავებულად უყურებენ ყველაფერს, ესეა. ასეა. და კოლექტიური დასავლეთი ვახსენე და ისიც ბევრმა დღემდე არ იცის. ჩემზე ახალგაზრდები არიან ახლა ზეირთაჩი ხე. ჩემი ასაკისას მეტნაკლებად მაინც იციან ახლა. საშუალო სკოლა ვინც დავამთავრეთ, მე 55 მაგ დამთავრებული და ისტორიას და გეოგრაფიას და გუმანიტარულ საგნებს, რაც არ უნდა ყალთაბანდი ბავშვი ყოფილიყავით, მაინც სწავლობდით. ახლა თუ დავუშვათ ზუსტ მეცნიერებას, მოვიკოჭლდით მაგალითად ისე როგორც მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია, მაგრამ გუმანიტარულ საგნებს მაინც სწავლობდით ყველანი. შატალოზე ვიყავით თუ დავდიოდით თუ რაღაც, მაგრამ ამას მაინც სწავლობდით ახლა. სულ ცოტა იქიდან უნდა გვახსოვდეს და ბევრს ახსოვს ჩემ თაობას. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ აი ჩვენიც ახლა მიგვაჩნია, რომ აი დემოკრატიის ჩირაღდნებად ვინც ყავს აღქმული ლიბერალური ადამიანის უფლებების. აი ეს ყველა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ესე ვთქვათ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დასავლეთ ევროპის. ყველა იყო გერმანული, ფაშისტური გერმანიის ხარდამჭერი. იტალიელებზე ყველამ ვიცით, რომ ფაშიზმი რეალურად იქიდან წამოვიდა. 50-იანი წლების მერე ომი რო დამთავრდა. და საბჭოთა კავშირი რო ფარდა რო ჩამოუშვა ეს კინის ფარდა. აქ თუ სტალინი იყო აქეთკენ ამ ჩვენს მხარეს, ხო? იქითკენ 55 წლამდე ევროპის წამოყვან ქვეყნებში კიდე დიქტატურა იყო. ცალკე იყო ფრანკო, ცალკე პორტუგალიას ყავდა თავისი და ასე შემდეგ. ბელგიის პრინც მაგალითად ლეოპოლდს ჩრდილოეთ აფრიკაში, აფრიკის ტერიტორიაზე მონები ყავდათ.
ხო, პირდაპირ გაგებით მონები და ცნობილი ფაქტია, რომ როცა დაუშვათ ის კაუჩუკის გადამუშავებაზე იყო ლაპარაკი, როცა კონკრეტული სოფელი გაწეულ დაგეგმილ სამუშაოს ვერ ასრულებდა, ბავშვებს მოზარდებს და დასრულებს, ან ხელს აჭირდნენ არ ფეხს. 50-იან წლებს ვამბობ. არა 1850-იანებს, 1950-იან წლებს. ხო და უნდა ვიცოდეთ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და რატო ქონდა ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის, კონკრეტულად სომხებმა თავისთვის იფიქრონ, აზერბაიჯანელებმა, რუსებმა, რუსების გამკვირვებია ესე. ჟუკოვზე ფილმებს იღებენ რაკასოვსკიზე და ასე შემდეგ. და მარტო 9 მაისს ახსენდებათ, რომ ვოლგოგრადი იყო, სტალინგრადი რა შეეძლოთ რა და მარტო ერთი დღით არ ქმებენ ხოლმე სახელს სიმბოლურად. მაგიშნოც არ აქვს. ფაქტობრივად კაცმა რომელმაც თქვა, რომ რუსი ხალხი დიდი ერი. ნუ მაგათი ბელადი იყო რეალურად. ჩვენი თუ არა. ამიტომ ამერიკელები ყოველთვის გამარჯვებულები იყვნენ. ტრამპი არ იტყვება ამ შემთხვევაში. უბრალოდ მე ალბათ ამ კონოტაციაში ამბობს, რომ ამერიკელები გამარჯვებულები ვარ, ჩვენ გავემარჯვეთ, ხო? მართლა გაიმარჯვეს, ოღონდ აი ამ კუთხით. არავინ არ უკარგავს მართლა იომეს, ბევრი დაიღუპა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა სახსოვს მე ჩამოგდებული 2 ატომური ბომბი იაპონიაში და ჰიროსიმა ნაგასაკამდე კიდე მანამდე აი ეს ეგრეთ წოდებული ნაპალმი, რომელიც მე ერთ ჩემ ვიდეოში ავხსენი, ზუსტად გამოცადეს ტოკიოზე. და ერთჯერზე უფრო მეტი მსხვერპლი იყო ტოკიოზე, ვიდრე შემდეგ ატომური ბომბები რო ჩამოყარეს ჰიროსიმა ნაგასაკაში. აუცილებლობა, როგორც ისტორიკოსები ახლა ამბობენ, არ იყო, იმიტომ რომ გატეხილი იყო და გასწორებული იყო ფაქტობრივად იაპონია. უბრალოდ დემონსტრაცია ჩაატარეს და სტალინს აჩვენეს, რომ აქვთ ამერიკელებს ბირთვული იარაღი და აი როგორ შეიძლება ამის გამოყენება. აი ესეთი არაერთგვაროვანი ეპოქა იყო და იმის თქმა, რომ 9 მაისი არ არის დღესასწაული და ქართველების საერთოდ რატო ზეიმავთ ამ დღესასწაულს, ცოტა გასაკვირია. თუ საერთაშორისო რომ დაემარცხებინა, მე ასე მგონია, როგორ გითხრათ ახლა დამერწმუნეთ მეთქი. მაგრამ ქართველები საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად აღარ იცხოვრებდნენ. იმიტომ რომ ციმბირი დიდია. და მესამე რეიხი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ეს ყველაზე ლამაზი და ნაყოფიერი ტერიტორიები, რომელიც საბჭოთა საერთო ტერიტორიაზე იყო, გათავისუფლებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისგან. ამიტომ რაც უფრო ამ სისულელეს ხალხი დაივიწყოს, მით უფრო კარგი იქნება. ასეა. და რომაის მაკრონის განცხადება იყო, რომ ჩვენ ასე შემდეგ ნორმანდიის ოპერაცია გაიხსენეს და ნორმანდიის ოპერაციაში რაც მონაწილეობდა 10 იმდენი მერე მანამდე ომის დასრულებისას რაიხსტაგს იცავდა. 1/4 იყო, რომელიც ფაშისტს ეძოდა და 3/4 კიდე ფაშისტების მხარეს იყო. და სალომე ზურაბიშვილს როგორც საფრანგეთის ესე ვთქვათ ინტერესების გამტარებელს სულ უკეთ რო ვთქვათ ამიერკავკასიაში კონკრეტულად საქართველოში, იმიტომაც სულ ქონდა, რაც პოლიტიკაში გამოჩნდა სააკაშვილის დროიდან, რომ 8 მაისი აუცილებლად 8 მაისი. იმიტომ რომ ფრანგული გავლენის ქვეშ. იმ ფრანგული გავლენის ქვეშ, რომელიც კიდევ ერთხელ გეტყვით 1/4 იყო, რომელიც ებრძოდა ფაშისტს საბჭოთა კავშირის ჯარებთან ერთად და იმ 1/4-ში ფრანგი იყო, როგორც ხა ისტორიკოსები ამბობენ, 1/3. დანარჩენი იყვნენ ფრანგი პოლონელები, ფრანგი ებრაელები, შეიძლება ფრანგი რუსებიც, ალბათ ფრანგი ქართველებიც. და საქართველოში არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ 8 მაისი. იმიტომ რომ ევროპას ესე უნდა და ევროპა ესე თulis საფრანგეთი. და სხვათა შორის სტალინის ინიციატივა იყო, რომ დეგოლის პატივისცემით, დეგოლის პატივსაცემად, რომ კაპიტულაციაზე ფრანგებიც დაასწრეს. და ეს ცნობილი ფრთიანი ფრაზა არის
ადმირალ კეიტელის, რომ დაინახა, რომ ფრანგებთანაც უნდა დაედოს კაპიტულაცია, რომ თქვენთანაც დავმარცხდითო. იმიტომ რომ კარგად იცოდა მან, რომ ფრანგებთან ერთად ომობდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ასეა. ეხლა რაც შეეხება ეს ისტორიული ექსკურსია, რომელიც ბევრისთვის შეიძლება არც არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩემი თაობის ხართ, ალბათ იცით ეს ყველაფერი. მე ახალგაზრდებზე და ახალგაზრდობაზე მაქვს უფრო ლაპარაკი. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე 9 მაისის აღლუმზე დავინახე და რაც ბუნებრივია, ჩემთვის იყო ძალიან არასასიამოვნო. სტუმრებთან ერთად მრავალ სტუმართან ერთად აქვე ვთქვათ, რომ რუსეთი როგორ იზოლაციაში მოახდინა კოლექტიურმა დასავლეთმა, ხო დამტკიცდა ეს ყველაფერი. ესე იგი დიდ თუ მცირე ზომის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან წარმომადგენლები, როგორც რუსები მათ ეძახიან, ხელისუფლების წარმომადგენლები. ბადრა გუმბა იყო აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან არ მახსოვს რა გვარი იყო, მაგრამ ოფიციალურად ესე ნაკადი რომ მოდიოდა, ხელი ჩამორთმევით, მეუღლეთი იყო გუმბა. ფოტოს კი გადაიღეს, ანუ ჩვეულებრივი ეს პროტოკოლით გათვალისწინებული, როგორც არის, ზუსტად ისე სახელმწიფო დონეზე იყო მიიღება. და მე რატომღაც უკვე ნაკლებად მჯერა, რომ რუსეთი ოდესმე გაიწვევს იმ აღიარების პაქტს. თუნდაც საქართველოს რო დათანხმდეს რკინიგზის გახსნას, აფხაზეთზე გულისხმობ. იმიტომ რომ არ ეტყობა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რომ აღიარების აქტის გამწვევები არიან რუსები. არ აქვს მნიშვნელობა პუტინი იქნება თუ პუტინის შემდეგ ვინმე. პუტინი შეიძლება კიდე ბამბანერკად მოგვიჩვენოს, ვინც პუტინის მერე მოვა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ჩემი სპიჩიდან გამომდინარე, რაოდენ საწყენია და აი გულსატკენი. როცა 50,000 კაცის წარმომადგენელი ბადრა გუმბა რატომაც არ უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ როგორც საბჭოთა კავშირიდან ყველა ომობდა, ალბათ აფხაზებიც ომობდა, ალბათ კი არა ომობდნენ. ცხინვალში საერთოდ 12,000 კაცია. რა სახელმწიფო. და აი ეს ამ ორი რეგიონის წარმომადგენელი მიიღო როგორც სახელმწიფო სტატუსით და ჩვენ ქართველები, რომელმაც როგორც თავში ვთქვი, რამხელა წვლილი გვაქვს შეტანილი მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში, ვითომც არ ყოფილვართ. და მისალოთ სპიჩი ტრამპი იქით იყოს პუტინმა ესე თქვა, რომ ამიერკავკასიის სახელმწიფოებს და საქართველოს ხალხს და არა სახელმწიფოს. იმით გამომდინარე იქიდან, რომ რამდენი ხანი ჩვენ სახელმწიფო ურთიერთობა არ აქვს. ამიტომ 2008 წელს მოხდა ალბათ ის, რაც შეუქცევადი პროცესი გამოიწვია ეხლა ამჟამად. და ეხლა ვართ რუსეთთან ისეთ მდგომარეობაში, რომ რაც არის de facto ქვეყნის საზღვრებში, ნეტავი შეგვანარჩუნებინა. და ამას ჭირდება ალბათ სოლიდური, სერიოზული მუშაობა, რომელიც ბუნებრივია არ ჩანს. იმიტომ არ ჩანს, რომ როგორ დავაბრალო ხელისუფლებას, როგორ გინდა მოსკოვში ჩახვიდე, როცა გაღიარებული ქვეყნის ლიდერები არიან და იმათთან ერთად რა ფოტო უნდა გადაიღო კოლექტიური თუ რა, მაგრამ აქამდე ხო არ უნდა მოსულიყო სიტუაცია. 2008-ში რაც მოხდა და იმის მერე კიდე რამდენი წელი გავიდა, უამრავი, ხო? 2012 წლიდან ოცნება ხელისუფლებაში. არ ვიცი, თუ არ შეიძლებოდა რაღაც ხიდების გადება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ხილულ მომავალში რუსეთის ფედერაცია არ გაიწვევს აღიარების პაქტს.
და როგორ უნდა ვითანამშრომლოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა უნდა ვაკეთოთ, არ ვიცი, მით უმეტეს წინა ვიდეოში გითხარით ის მეგობარი აქტის გამოცხობაზე, რაც ამერიკელებმა გვაჩუქეს. ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინში იყო, როგორც მმართველი პარტია ოცნება, ასევე საქართველოს ჯანსაღი ნაწილი, მეც მათ შორის და სამწუხაროდ აი ესე მოხდა, იმიტომ რომ ინტერესები და არაფერი სხვა. სადაც საჭიროა იქ ჩადიან საქმის აკეთებენ და საქართველოს ისე რჩება დაჩაგრულის როლში. ალბათ პერსპექტივა ის არის, რომ თუ ანაკლის სპორტი აშენდა, დაიდგა საშველი, მე ეჭვი მაქვს, მაგრამ ნეტავი ესე მოხდეს. მაშინ საქართველოში აღმოსავლეთი ქვეყნების ინტერესები, ბუნებრივია პორტთან დაკავშირებით ჩაიდება და ამას ეკნება თავის დატვირთვა, რაც ასევე გარანტია იქნება იმისა, რომ ჩვენზე სულ ცოტა თავდასხმა ალბათ არ მოხდება, იმიტომ რომ ანაკლის სპორტთან ერთად ინფრასტრუქტურა გაიშლება, აქ ნავთობსადენია და მოკლედ სატრანზიტო ქვეყანა ყველა ჭირდება. ეგ მეორე საკითხია, მე როგორ გამოიყენებს ეს ქვეყანა სატრანზიტო ბენეფიტებს, მაგრამ მე ვამბობ როგორც წესი. და საქართველოს რჩება მე როგორც ვთქვი, ერთადერთი გზა. ეს არის სამეზობლო ბუნებრივია და აღმოსავლეთი მიმართულება. აღმოსავლეთი დიდი მცნებაა იქ იმ აღმოსავლეთში ჩვენთვის არასასიკეთო სახელმწიფოებიც არსებობს, ახლა მე გეოპოლიტიკაში არ ჩავერთვები, მაგრამ დასავლეთი ჩვენ არ გველოდება ირაკლი კობახიძის განცხადებით 28 წლამდე ევროკავშირთან საერთო ურთიერთობის დამყარებას თუ გაღვივებას აზრი არ აქვს. ამერიკელებმა რაც გააკეთეს ფაქტია და ტრამპის უცოტა 4 წელი იქნება, მე არ მგონია რომ შეიცვალოს მიუხედავად იმისა, რაც ირაკლი კობახიძემ ახლა წერილი აფრინა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე ეჭვი მაქვს საერთოდ იმას არც არანაირ არ წაიკითხავს და ისიც კი იმაშიც კი ეჭვი მეპარება საერთოდ ვისთვის იყო ეს წერილი დაწერილი ამერიკის ადმინისტრაციისთვის, შიდა მოხმარებისთვის თუ რუსეთის დასანახად. ესეც ალბათ გაირკვევა ხვალზე, ეგმაზე გან 6 თვეში. ერთადერთი შანსი ეს არის, რომ სამეზობლოსთან ჭიდრო ურთიერთობები და შავი ზღვის აუზის გამოყენება ისე, რომ რაც შეიძლება ბევრი მძლავრი სახელმწიფოს ინტერესი ჩაიდოს. რომ ყოველ შემთხვევაში ხილულ მომავალში, ხელმისაწვდომ მომავალში, ჩვენ დაცული ვიყოთ. და დანარჩენი კიდე ალბათ როგორც ამბობენ ღმერთისნებაა. დიდი მადლობა და ეს ჩემი ემოციური სპიჩი იყო და მე ვთვლი რომ მქონდა ამის თქმის უფლება, მე იმას აქში ვარ, რომ საბჭოთა კავშირზე ნოსტალგია ნამდვილად ვერ მექნება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირზე დაიშალა 22 წლის ვიყავ, 21 წლის ვიყავ. ამიტომ ვერანაირად ვერ მექნება, ამიტომ სწორედ გაიგეთ, რასაც ვამბობ. მაგრამ ფაქტია, რომ ისტორიული დამახინჯებები კარგს არ მოიტანს და მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველო. თუ რამე გვაქვს კარგი გაკეთებული მსოფლიო ისტორიაში, ის აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. უნდა იყოს ჩაწერილი და შთამომავლებზე გადაცემული. რომ მე როცა იქნება 10, 20, 50 წლის მერე და გვახსოვდეს. როგორები ვიყავით, რას ვაკეთებდით და რას ვემსახურებოდით. ასია ეს ამბავი. დიდი მადლობა და